2 ნოემბრის საპროტესტო აქცია. ხავს თუ არა ოპოზიციას ახალი ლიდერი? მივახციოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლება იქნება. ეს უშიშროებიდან დავიდნენ, დავდორდა სააკაშვილები, დავდორდა მოგერიები, დავდორდა ეს ხელისუფლება. ჩვენ ვთხოვთ სამართლიან არჩევნებს, ჩვენ ვთხოვთ დემოკრატიულ არჩევნებს და ჩვენ ვთხოვთ ჩვენი მეგობრების პოლიტპატიმრებისგან თავისუფლებას. ეს ხალხი ითხოვს ის, რაც არის მინიმალური, ელემენტარული. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერი მოქალაქის აზრს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ არც ერთი ხელისუფლება, რომელიც თავის თავს საკუთარ ქვეყანას პატივს ვცემს, გადაწყვეტილებას არ იღებს ულტიმატუმების ან მიტინგების ფონზე. შევით აქ მანამ სანამ სისხლი გვიდურს შევით აქ მანამ სანამ ერთმანეთი გვიყვარს ვინ ვის გატეხავს ნახავთ ჩვენ საომშვიდობისა პარლამენტის წინ გრძელდება ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 4 მთავარი მოთხოვნა ასეთია: არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლების შეყვანა, ცვლილებების საარჩევნო კომისიაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს მოთხოვნები ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2 საათის წინ პარლამენტის თავმჯდომარეს პირადად გააცნეს. გამოგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომრებზე 22, 33 და 22, 34. ჩვენი სტუმრები დღეს იქნებიან გიგა ლორთქიფანიძე, ნუგზარ ციკლაური, დავით დეფი, გოგი ბედაშვილი, ოთარ ზურაბიშვილი, ხათუნა ოჩიაური, რამაზ იოსელიანი. გადაცემის მსვლელობის დროს მოვისმენთ პოლიტიკოსების მოსაზრებებსაც, ჩაგვერთვებიან კახა კუკავა, დავით ზურაბიშვილი, გიგა ბოკერია, გივით არგამაძე. თუმცა ვიდრე გადაცემას დავიწყებდეთ, მოდით მოვისმინოთ თუ რა ხდება ამჟამად პარლამენტის წინ. პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ჩვენი კორესპონდენტი თამარ ურუშაძე. საღამომშვიდობისა, თამარ. საღამომშვიდობის. როგორია ამჟამად ვითარება პარლამენტის წინ? ამ თვითებში სიტყვით გამოდის მომღერალი პანჩო აქცია შედარებით გადასულია ლირიულ ნოტაზე, აქ ისმის სიმღერები და ლექსები, თუმცა ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად რომ აქცია არ უნდა დაიშალოს, შესაძლოა ითქვას, რომ დღის ბოლოსთვის ხალხის ნაკადი არის შემცირებული და არის მთლიანად გახსნილი ხაშურის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე მოსწავლეთ ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც შეეხება მოთხოვნებს. ოპოზიცია ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია არ დაიშალა. შეგახსნებთ, რომ მათი 4 ძირითადი მოთხოვნა, მათ შორის არის არჩევნების 2008 წელს გაზაფხულზე ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუმცა ხელისუფლება არ აპირებს დათმობაზე წასვლას, რადგან ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა პარლამენტში უშედეგო დასრულდა. ერთადერთი გზა გამარჯვებისკენ არის ახლა მოთმენა. აქ დგომა და არ დაშლა არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი. არც ერთი ნაბიჯი უკან და ამ ხელისუფლებას ვაიძულებ ჩვენ. ელი საქართველოს სახელით მე უტრიადები ბურჯანაძეს და ვაფრთხილებ. ქალბატონო ნინო, გამოიბერტყეთ ყურები ჩვენს სააკაშვილმა, ბოკერიამა. ქართველი ხალხის რისხვარწინ ვერაფერი ვერ გაუდგება. უამრავი წერილი შემოგდის. სადაც ხალხი გამოთქვას გულისკივის. რამდენიმე წუთის წინ აქ გამოჩნდა მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ ის აქ 2 ნოემბერს მოვიდა იმისთვის, რომ ხალხის გვერდზე დადგეს, თუმცა რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ტყემალაძე ამბობს, რომ ისინი ამ გაერთიანებაში შესვლას არ აპირებენ. გაერთიანებულ ოპოზიციას საბოყალებებული აქვს თავისი საბჭო, ჩვენ ვიზიარებთ აბსოლუტურად ყველა მათ მოსაზრებას, ხარს უჭერთ და ვდგევართ ხალხის გვერდში. მადლობა თამარ და თუ რამე სიახლე ექნება ჩვენ ისევ ჩაგთავთ პირდაპირ ეთერში.
ვიდრე დღის მთავარ თემაზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი, რომელიც გუშინდა დღეს მიმდინარე კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას. დიდი მადლობა ბატონ დევის, რომ მომბრძანეთ ჩვენთან. თქვენი თბილისში ვიზიტი საკმაოდ მღელვარე პერიოდს დაემთხვა. ნახეთ, მიმდინარეობს დემონსტრაციები, როგორია თქვენი შეფასება? I think it's very interesting. ძალიან საინტერესოა I think it's actually ჩემი to აზრით. Georgia because ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობიანი დემოკრატიისა და საქართველოს არის დემოკრატიული ქვეყანა. და I think მე the ვფიქრობ, foreign visitors here in Tbilisi უცხოელი სტუმრები are დღეს pleased to see that ძალიან democracy in Georgia is აინტერესებს და ძალიან სასიამოვნები არიან, რომ საქართველოს დემოკრატია ცოცხალია. თუმცა დემოკრატია მწიფეა თუ ეს ყველაფერი გარკვეულ ზღვრებში რჩება პოლიტიკური სისტემისა. ხო არა, რამე საფრთხე რომ მის მიღმაც გადავიდეს. ამ თემაზე ხელისუფლებასთან ხომ არ ქონიათ საუბარი? No, I have not discussed. არ გამიხილე ეს თავრობასთან. მე იმედი მაქვს, რომ დემონსტრაციები არ გადავა ძალადობაში, ეს იმიტომ რომ ეს გასდება დემოკრატიის ფარგლებს. In other countries, სხვა ქვეყნებში demonstrations are quite დემონსტრაციები usual. ჩვეულებრივად When I was active in ჩვეულებრივი politics in the მოვლენა. United Kingdom, I took part in many demonstrations. ინგლისში, Always ბრიტანეთში peaceful ძალიან ბევრი demonstrations. დემონსტრაცია ხდება. I put the emphasis მშვიდობიანი on დემონსტრაცია. ამას ხაზი უნდა გაუსვა, მშვიდობიანი დემონსტრაცია. ოპოზიციასთან ხომ არ ქონიათ ან შეხვედრა, ან ოპოზიციას ხომ არ გამოუთქვა სურვილი თქვენთან შეხვედრისა, მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც მათ აქვთ. Yes, I've had a request. დიახ, to meet თხოვნა. some representatives თხოვნა of the იყო ესეთი, opposition, რომ ოპოზიცია some of the შეხვედროდი. people who are organizing this demonstration. ზოგიერთები, ვინც ორგანიზაციას უწევენ დემონსტრაციას, მე tomorrow evening დავხვდები, ხვალ I've had one საღამოს meeting. ხვდები მათ და სხვა შეხვედრების მაგ ამად გარდა, ამის ალბათ გარდა. მაშინ შეეხებით გარკვეულ მათ მოთხოვნებს. ერთ-ერთი მოთხოვნა არის არჩევნების გაზაფხულზე გამართვა. მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდა საქართველოში, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთად უნდა ჩატარდეს 2008 წლის შემოდგომაზე. ოპოზიციის აზრით ეს არადემოკრატიულია. თქვენ როგორ უყურებთ ამ თელს ცვლილებებს და საარჩევნო ვადაზე კამათს? Well, I'm not going to discuss them. მე არ ვაპირებ მათ მოთხოვნების განხილვას. ოპოზიცია უნდა განიხილოს მოთხოვნა თავის მთავრობასთან, მაგრამ უნდა მოусმინოთ. ერთ ეს დემოკრატიის ელემენტია. იმიტომ არის ხალხი, რომელიც არ ეთანხმება თავრობას, შეუძლია გამოხატოს თავისი უკმაყოფილება და თავისი უთანხმოება. არაფერი არ არის მიუღებელი და რაღაც ახალი ამასთან მიმართებაში. და მიუღებ, მაგრამ ის რომ პრეზიდენტებისა და პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ეს არის რაღაც საბაბი პოლიტიკური უთანხმოებისა. მე მესმის რომ კონსტიტუცია შეიცვალა იმისთვის რომ პარლამენტისა და საპრეზიდენტო არჩევნები ერთი იგივე დღეს გამართულიყო. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, ეს არ არის დემოკრატიული. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, სხვა ქვეყანაში ხდება. ამერიკაში ხდება ეს ბოლოს. ამერიკაში პრეზიდენტისა და კონგრესის არჩევნები ერთ იგივე დღეს ხდება. ეს არ არის არადემოკრატიული. შეიძლება ვიმეს არ მოეწონოს პოლიტიკური მიზნები, თუ პოლიტიკური ესე ვთქვათ შეტევები, საუბარი, რომელიც პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის სიმწიფესთან საქართველოში, ეს არის ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მათ გათავისუფლებას დაკავშირებით. ამაზეც სხვადასხვა აზრი არსებობს, არიან თუ არა პოლიტპატიმრები. ევროსაბჭო როგორ უყურებს ამ საკითხს? Well, the point of the Council of Europe is that of course we are always concerned about any allegations. ყოველთვის შევსფოთებული ვართ, როდესაც ლაპარაკი მიდის პოლიტიკურ პატიმრებზე. რბინ არის პოლიტიკური პატიმარი? ადამიანი, რომელიც ჩასვეს ციხეში თავისი პოლიტიკური აზრების გამო. თუ ოპოზიცია აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან საქართველოში, ხვალ ხდებიან ეს ხალხი და მე ვითხოვ, რომ მათ მომაწოდონ დეტალები და გვარები და ასე შემდეგ. დღემდე მე არ მქონია ასეთი ინფორმაცია. საინტერესოა რას ამბობენ, მაგრამ მე მაინტერესებს რომ მითხრენ მომაწოდონ დეტალური ინფორმაცია. რო შევაჯამოთ ეს მსჯელობა, ასე ვთქვათ, როგორ ფიქრობთ, დემოკრატიის ყველაზე დიდი გამოწვევები დღეს საქართველოში სად მდებარეობს? Well, I think the highest challenge of democracy in უზარმაზარი, უდიდესი გამოწვევა ეს არის ოპოზიციასა და მთავრობას შორის ურთიერთობა. ოპოზიციამ უნდა გამოხატოს თავისი აზრი, თავისი სერიოზული პრეტენზიები, გამოხატონ თავიანთი აზრი, რაც თავარია მშვიდობიანი გზით და მთავრობამ, რაც თავარია ხელისუფლებამ. არა მხოლოდ უფლება მისცეს ამის, მაგრამ დაიცოს ოპოზიციას. აი ეს არის ოპოზიციის, ეს არის დემოკრატიის ნიშანი. ეს არის და რას მნიშვნელოვანია, რომ ვიღაც
ვიღაცამ გამოხატოს განსხვავებული აზრი და ბოლოს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ არის სწორი და ვინ არის არა. ღია არჩევნები და რა თქმა უნდა 2008 წელს ნამდვილად ჩატარდება არჩევნები და ჩვენ ნახავთ რა შედეგები მოყავს. და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს დარწმუნებული ვარ საქართველოს განცხადება რომ გამხდარიყო ევროსაბჭოს წევრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საქართველოს სერიოზულ წარმატებებს იმ დროიდან მე არ მინდა ჩაუღრმავდე შინაურ პოლიტიკას. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვაკვირდებოთ იმას რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, თავისუფალი და საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება გამოხატოს თავისი აზრი თავისუფლად, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოხატოს ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ვინ უნდა იყოს პარლამენტის წევრი და რა თქმა უნდა მასმედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია დემოკრატიის და მას ხელმისაწვდომობა. ყველას უნდა ქონდეს არა მხოლოდ თავრობას, არამედ ოპოზიციას მასმედიისთამნი, რომ გამოხატონ თავიანთი აზრი, მაგრამ მე ძალიან სერიოზულად ვარ დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ წელს საქართველოში არჩევნები და მისაღები და მაღალი დონის ოპოზიციასაც გარკვეული შენიშვნები და ასე ვთქვათ გარკვეულწილად გამოთქვამს თავის შეშფოთებებს, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით რეალურად არის ერთპარტიული დაკომპლექტება და მოითხოვენ საკუთარი წარმომადგენლების შეყვანას. რამდენად შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი შეუწყოს, რომ აი ინსტიტუციური მოწყობა არჩევნებისა იყოს ნდობის ამდროელი საზოგადოებაში? The first thing to happen is for the government and the პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა მოილაპარაკონ საარჩევნო კომისიების შემადგენლობას. თქვენ უნდა ელოდებათ იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს გააკეთოს, თქვენ მაგიურად ქართველებმა უნდა გააკეთოს, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებმა უნდა მოილაპარაკონ. თქვენ უნდა გამართოთ დიალოგი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით ამას. საქართველო ხდება ძალიან სწრაფი ტემპით სერიოზული დემოკრატიული ქვეყანა. და მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, იქნება დისკუსიები, იქნება განხილვები, იქნება რა თქმა უნდა გადაწყვეტილი საარჩევნო რაღაც საკითხები და იქნება სამართლიანი არჩევნები ჩატარებული. და ჩვენ ვიმუშავებთ როგორც დამკვირვებლები და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ინფორმაციას მივაწვით ეს უკვე დაინტერესო მხარეებს რამდენად მისაღები თუ მიუღებელი იქნა ეს არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს შემდეგ წელს მაღალ დონეზე ჩაატარებს არჩევნებს და დარწმუნებული ვარ რომ შესაბამისად შეიმუშავებენ ამორჩეველთა სიას და ასე შემდეგ ყველა საკითხი იქნება გადაწყვეტილი შესაბამისად და რაც უფრო მალე დავიწყოთ მის უკვე რომ ასე ვთქვათ ცენტრალური საარჩევნო კომისია დროულად დაიწყოს მართლაც ამ საკითხებზე ზრუნვას და როგორც თქვენ თქვით 2008 წელს რაღაც დროს ჩატარდება არჩევნები. ალბათ ამ საკითხებს გარკვეულწილად თქვენ კონფერენციაზეც შეეხეთ, რომელიც დღეს და გუშინ გაიმართა, რა იყო მთავარი მიზანი და მთავარი შედეგი ამ კონფერენციის. Well, at the conference that has been taking place yesterday, we did not discuss the prospect of elections in Georgia. არ ვისაუბრია პერსპექტივაზე არჩევნების ჩვენ საუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან სიტუაციაზე რომელიც საქართველოს რეგიონალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შეიძლება არსებობდეს ჩვენ ვლაპარაკობდით ძველ კონფლიქტებზე ჩვენ ვლაპარაკობდით ძალიან ბევრი დისკუსიები გაიმართა კონფლიქტებზე რომელიც საქართველოში გაყინული კონფლიქტების სახით არსებობს იმ სიტუაციაში რომელიც არსებობს აფხაზეთში და საფრთხეთში და ჩვენ კონფლიქტის მონაწილეები და საგარეო საქმეთა სამინისტრო გვიხსნით და თუ რა ხდება ეს რა მდგომარეობაა რომ გადაწყვეტს არსებული პრობლემა რომ მოხდეს ახალი აზროვნების გამოყენება და ჩემთვის ძალიან საინტერესოა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრის და ხელმძღვანელის ძალიან საინტერესოა არასამთავრობო ორგანიზაციების აზრის გაზიარება იმიტომ რომ საქართველოს გამოცდილება გავიზიაროთ კონფლიქტებში სხვა ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში და ძალიან საინტერესოა მოგვესმინა იმაზე რა საუბრობდნენ ესე ვთქვათ კონფერენციის მონაწილეები რა გაკვეთილებს იზიარებდნენ ძალიან კონსტრუქტიული კონფერენცია გაიმართა. ძალიან დიდი მადლობა დევის და წარმატებებს გისურვებთ საქართველოში და შემდეგ თქვენ საქმიანობაში, როცა დავრუნდებით უკან. და ეხლა კი ჩვენ გვაქვს საშუალება ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი, როგორც ხედავ, პარლამენტის წინ იმყოფება და იგი გვერდება. საღამოშიდობისა ბატონო გიორგი. გამარჯობეთ.
დიდი მადლობა პირველ რიგში მონაწილეობისთვის ჩვენს გადაცემაში ამ დატვირთული დღის შემდეგ და როგორია თქვენი შეფასება პირველი დღის აქციის პირველი დღის? ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ რაოდენობამ ამ საპროტესტო ტალღისა ჩვენის მონაცემები დაახლოებით 150,000 ადამიანი იყო დღეს შეკრებილი რუსთაველის გამზირზე. ამგვარი რაოდენობა ხალხისა არ ახსოვს ამ ადგილს. ეს კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ ხალხს უნდა ცვლილებები, ხალხს უნდა დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და ხალხი ბოლომდე იდგება თავისი უფლებების დასაცავად. ბატონ გიორგი, როგორია უფლებები? ხომ არ შეცვლილა რა მოთხოვნები უფრო სწორად, ხომ არ შეცვლილა რამე მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართა შეხვედრა. იცით რა არის, მე მინდა გითხრათ საერთოდ რომ ხალხის განწყობა, როცა ჩვენ რეგიონებში დავდიოდით მაშინაც და ახლაც ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე ამას ჩვენ ვატვით საზოგადოებას, მე ოპოზიციას გულისხმობ, ბევრად უფრო რადიკალურია. რა სიტყავს ხალხი, რა სიტყავს ხალხი ხელისუფლების გადადგომას, პრეზიდენტის გადადგომას. თქვენ ისმენთ დღეს მთელი დღის მანძილზე სკანდირებას, წადი, აღარ გვინდა ასე ცხოვრება, გადადექი და ასე შემდეგ. მიზეზი რა არის, ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ? იმიტომ ხშირად ისმის, რომ ეს სოციალური პრობლემებიაო ძირითადად, არა მარტო სოციალური პრობლემები ხა, რამ აქ არის მთელი კასკადი პრობლემებისა. აქ არა მარტო იმიტომ დგას ხალხი, რომ ადამიანებს შეათ, არა იმიტომ დგანან ეს ადამიანები ქუჩაში, რომ მათი კუჭიც არეელია. უამრავი უფლება, რომელერთ შემიძლია გესაუბროთ, უამრავი უფლება ადამიანების, საკონსტიტუციო უფლებები არის შელახული ფეხქვეშ გათელილი. როცა ადამიანებს საკუთრებას ართმევენ, როცა ადამიანებს უკლავენ ახლობლებს, როცა საქართველოს კონსტიტუციას, უზენაეს კანონს, ქვეყნისას ცვლიან ისე როგორც მათ უნდათ და აქცევენ ფარატინა ქაღალდათ. რაზეა საერთოდ საუბარი, რომელი ადამიანის უფლებების დაცვაზე შეიძლება იყოს საუბარი. აი სწორედ ამ პრობლემების თემა წყება მოიყვანა ეს აღშფოთებული ადამიანები დღეს აქ. ამიტომ მათი აღშფოთება ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე ამას ჩვენ დღეს ოპოზიცია წარმოვაჩენთ. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად გვერწმუნეთ, რომ ეს მოვლენები კონსტიტუციურ კალაპოტში მოვაქციოთ. ჯერჯერობით ეს ჩვენ გამოგვდის. ხას უსვავ ჯერჯერობით. აი რა იქნება ხვალდაზე, მე ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. აი ბატონო გიორგი, თქვა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცნაირად ესე თქვა ხელისუფლება არ წამოვიდა იმ მოთხოვნებზე, იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რასაც თქვენ აყენებთ, შეიძლება თუ არა მაშინ ოპოზიციამაც გაიზიაროს ის რადიკალური მოთხოვნები, როგორც თქვენ ამბობთ, რაც მოსახლეობასაა. მე პირდაპირ გეტყვით, არაფერი არ არის გამორიცხული. ჩვენი მუხტი მოდის საერთოდ ხალხიდან. ჩვენ ვართ ერთ სულ და ერთ ხორცს დღეს აქ რუსთაველის გამზირზე. იცით რა, ეს არ არის ოპოზიციის მოთხოვნები. არა მარტო ოპოზიციას უნდა თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები, ეს უპირველესად ხალხის მოთხოვნა არის. ხალხს უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, შეიცვალოს უსისხლოდ, შეიცვალოს ყოველგვარი სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად, რომელსაც შემდეგ ვარდისფერებში ფუთავენ ადამიანები. ხალხს მობეზდა ეს გაუთავებელი გაურკვევლობა ამ ქვეყანაში, მობეზდა ძალადობა. სწორედ ამ აღტკინებამ გამოიყვანა ეს ადამიანები ქუჩაში. ჩვენ ყველანაირად კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვეცდებით არ გაცდეს როგორც მოთხოვნები, ისე ჩვენი ქმედებები და ხალხის ქმედებები კანონიერების ფარგლებს, კანონიერების ჩარჩოს, მაგრამ ამის საფრთხე როგორც თქვენ ამბობთ არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ესაუბრო გავეშებულ 10,000-ობით ადამიანს, რომელსაც უკვე არაფრის მოსმენა აღარ უნდა, იმიტომ რომ მას უბრალოდ არ ჯერა მიხეილ სააკაშვილს. ბატონ გიორგი, აი ეს 4 მოთხოვნა, რომელზედაც საუბარი, ეს არის არჩევნები გაზაფხულზე, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მაჟორიტარულ ოლქებთან მიმართებაში და კიდევ პოლიტპატიმრები. არის ეს თემები დიალოგის და მოლაპარაკებების საგანი თუ ის მყარი მოთხოვნები, ანუ რომელიმე მოთხოვნა შეიძლება ასე ვთქვათ დათმობილი იქნეს? იცით რა თქმა უნდა დიალოგის თემა არის 4-ვე მოთხოვნა. ჩვენ მზათა ვართ რომ ვისაუბროთ ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობის პირთან. ჩვენი დეპუტაცია გავაგზავნეთ დღეს დახურულ კარს მიღმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში შედგა ეს ერთგვარი დიალოგი, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამბობენ ბოკერიას თამადობით, რომ ისინი არაფერზე არ წავლენ, მათ არაფრის გაგონება არ უნდათ და ისინი ამბობენ, რომ ეს არის რაღაც ულტიმატუმის ხასიათს ატარებსო და იმიტომ. ეს რა არის, ულტიმატუმი დღეს არ იყო და აი ხვალდაზე შეიძლება ეს უკვე ულტიმატუმის ელფერი შეიმოსოს ყველაფერი და აი მაშინ მე უკვე ამ ხალხის
წინაშე დგომას არავის არ ურჩევ. მერწმუნეთ ხალხის აღშფოთებას ვერაფერი ვერ წინ დაუდგება. ვერავაფერი ვერ დაუდგება წინ. აგერ ჩვენ სამეზობლოში, უკრაინაში, პოლონეთში ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არ დაქცეულა იქ ქვეყანა. ხალხი აგრძელებს ცხოვრებას, ხალხი აგრძელებს ქვეყნის შენებლობას. მე ვერ ხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას. ეთყობა ამ ადამიანებს ეშინია თავიანთი მომავლის, იმიტომ რომ დღეს იყო რუსთაველის გამზირზე 150,000 ადამიანი გამოსული. თუ საქართველოს პრეზიდენტი არ შეისმეს ამ ადამიანების მოთხოვნას, გარწმუნებთ, ხვალ უფრო მეტი გამოვა. ანუ ხვალ აქციები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ხვალაც გაგრძელდება და იქამდე გაგრძელდება. ახლა ამ ეტაპზე აქცია გრძელდება თუ ესე დასრულებისკენ მიდის, როგორია გეგმა? აქცია გრძელდება, ახლა არის საკმაოდ გვიანი დრო უკვე. ჩვენ ფაქტიურად 10 საათია ვდგევართ რუსთაველის გამზირზე. აქ ხალხი დარჩება დღეს გვიანობამდე და ხვალ 12 საათიდან აქცია განახლდება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რეგიონებიდან მოდიან ჩვენი ხარდამჭერები. მთელი საქართველო ჩამოვა თბილისში. მთელი საქართველო იქნება აქ. იქამდე სანამდე ჩვენ წარმატებას არ მივახცევთ, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენ, თქვენ და ქართველი ერი, ქართველი ხალხი. და ბატონ გიორგი, ძალიან საინტერესოა, აი აქციების გაგრძელება დღეს ბადრი პატარკაციშვილი მოვიდა აქციაზე. იგეგმება კიდევ მოსვლა მისი აქციებზე და როგორ იქნება მისი ადგილი პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ გაერთიანებაში? მე ვერ გეტყვით ბატონი ბადრი როდის მოვა აქციაზე, ეს მისი გადასაწყვეტია. მან თქვა რომ მას არ უნდა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა. დღეს მან ეს გააჟღერა ეს აზრი და ეს იდეა. მას უნდა უბრალოდ თავისი წვლილი შეიტანოს სამოქალაქო პროტესტის აი ამგვარ ფორმაში. და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მშვიდობიანი მეთოდებით ვიდგებით აქ იქამდე სანამდე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აი ამ ძალიან დიდი ამოცანის გადაჭრაში მე მგონი ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ და ბადრი პატარკაშვილსაც როგორც საქართველოს ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს აქ უფლება დააფიქსიროს თავისი სიტყვა. აქ ტრიბუნა დღეს დაეთმო უამრავ ადამიანს განურჩევლად მათი წარმოშობისა, მათი ქონებრივი ცენზისა, მათი აღსარებლობისა და სქესისა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს დღესაც, ხვალაც და იქამდე სანამ ჩვენ აქ ვიდგებით და გამოხატოს თავისი აზრი. ბატონ გიორგი, აი თქვენ ახსენეთ, რომ ასე თქვათ მოსახლეობა საკმაოდ ესეთი რადიკალური განცხადებები, რადიკალური პოზიცია და ესე თქვათ მოთხოვნები აქვს და აი დღეს პატარკაციშვილის კარიკატურა იყო ჩამოკიდებული იმ შენობასთან გარკვეულწილად რაღაც დაძაბულობა შეიმჩნეოდა ამ შენ. არის ეს გამოვლინება იმ რადიკალიზმისა, როგორ ფიქრობთ? პასუხი ჩვენ მოთხოვნებზე, ეს არის ცინიზმის უმაღლესი გამოხატულება, როცა 100,000-ობით ადამიანს აი ხვდები ესეთი პლაკატებით, ბანერებით. ეს მე მგონი და მოსახლეობის რეაქცია, რომელიც იქ იყო, რაღაც გარკვეული დაპირისპირების ნიშნები შეინიშნებოდა, ეს იყო სუფთაწყლის პროვოკაცია. ეს შენობა გაძეძგილი იყო სოდის და კუდის თანამშრომლებით. ახალგაზრდებმა რომლებიც ავიდნენ სახურავზე ამ შენობისას ჩამოაგდეს ერთხელ ეს სამარცხვინო პლაკატი, რომელიც გონება ნაღძობი ადამიანის შემოქმედების ნიმუშია. იქნებ ვიღაცის განსხვავებული აზრია ბატონო გიორგი, ასეც ხო შეიძლება? განსხვავებული აზრი შეიძლება. თვითონ ეს ხელისუფლება არის კარიკატურული, თვითონ ეს ხელისუფლება რაც უნდათ ის ბეჭდონ, რაც უბრალოდ ის აქვეყნონ, მაგრამ შენ ხალხს მოსულს დღეს პასუხების მოსასმენად. აი ამას რო დაახვედრებ, ეს არის სამარცხვინო მოვლენა, თორემ ღმერთმა ხელი მოუმართოთ ბღაჯნონ ეს კარიკატურებით, გამოკიდონ მთელ თბილისში. მე ამაზე რეაქცია არ მაქვს, გეთანხმებით. თავისუფალი საზოგადოება არის, რაც უნდა ისწერონ, რაც უნდა ისილაპარაკონ. ანუ როგორც კლიპზე არ უნდა კონდეს ხელისუფლებას რეაქცია, არც თქვენ არ უნდა კონდეს არანაირი კარიკატურაზე. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს არავითარი რეაქცია. უბრალოდ მე გაოცებული ვარ, რომ როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომ აი ამითი გიორგი ცაგარეშვილს კი არ დახვდეს ამ კარიკატურით. დახვდეს ხალხს, მშობლიურ ხალხს, იმ ხალხს, რომელმაც აირჩია ეს ხელისუფლება. აი ეს იყო დღევანდელი პასუხი. აი ეს პასკვილი გამოფენილი ერთ-ერთ კედელზე იყო პასუხი ხელისუფლების ჩვენ მოთხოვნებზე. აი ეს არის და ეს მეტი არ არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ნახვამდის. ახლა კი პარლამენტიდან თუ არ ვწდები გვერდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერე. საღამოშობისა ბატონ გიგა. საღამოშობისა. როგორ შეაფასებთ დღეს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის წინ? დიდი რაოდენობით ხალხი იყო მოსული, ისმოდა მოთხოვნები, ეს 4 მოთხოვნა თქვენთვის ცნობილი. თუ ხარ ხო იმდენჯერ გავიმეორე, რომ მაყურებელი დაღლილია და იგივე ადამიანებისგან ერთ და იგივე შეფასების მოსმენს, მაგრამ არ შეცვლილა მე დღის განმავლობაში ჩვენი შეფასება. იქამდეც ასეთი იყო, რომ მშვიდობიანი პროტესტი და მშვიდობიანი დემონსტრაციები არის განუყოფელი და ნორმალური ნაწილი დემოკრატიული ცხოვრებისა ქვეყნის და ჩვენ ვახშენებთ დემოკრატიას.
როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შინაარსი და ფორმაც იმ კამპანიის ძალიან აგრესიული და როგორ შეუსაბამოშიც არ უნდა მიმაჩნდეს ეს მოძრაობები მე ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან დემოკრატია ისაა რომ თუნდაც ძალიან მიუღებელი პოლიტიკოსები მათი მხარდამჭერები მიუხედავად რაოდენობისა მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ეხლა რამაც მომჭერა მეც ყური და არ მგონია რომ ვინმეს არ შეინიშნა აქ რაღაც ეს ჩემწენ გამოსელი პოლიტიკოსი რომელსაც მე ხა არ აღვიცვალ ძალიან მსხვილი პოლიტიკური ფიგურად მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ლაპარაკობდა რომ რაღაც ვერ შევაჩერებ და ესეთი ძალიან ისეთი მუქარა ქონდა ორიგინალური ფორმით რომ რაღაც ძალადობის მინიშნებით. დღეს ამშვიდობიანად ჩაირა აქცია მიუხედავად იმ ერთი ეპიზოდის რომელსაც დაუბრუნდები, მაგრამ ხა თუ აი ამ გაქანების პოლიტიკოსებთან ვინმეს რამე კიდე თავში უტრიალებს რომ ამ მიმართულებით რამე ნაბიჯი გადადგა, რა თქმა უნდა კიდევ თქმა შევახსენოთ რომ კანონს მის დარღვევს დაიჯება კანონით. და არ ურჩევ მათ რომ ესეთი უპასუხებლობა გამოიჩინონ იმიტომ რომ თავისთავად რაც ხდება ეს არის დემოკრატიის გაკვეთილი რომ ხალხს აქვს თუნდაც ძალიან რადიკალური კრიტიკული მოსწრეები და მშვიდობიანად გამოხატავენ და ეხლა თუ ვინმე აურევს კიდე ის დაიჯება აუცილებლად რაც შეეხება სხვა შორის ძალიან საინტერესო დიალოგი იყო მე რასაც მოუსწარი ბოლოს რომ თქვენს რომ ესე იგი პროვოკაცია კარიკატურა და აღშფოთება და იმიტომ იყო იქო რაღაც ნიშნებიო პატარა მართალია საბედნიეროდ არ გამოხოტული ძალადობის რომ ეს როგორ შეიძლება ეს არის საუკეთესო ნიშანი იმის რომ ჩვენი ოპონენტები არიან მართლა შეუწყნარებლები განსხვავებული აზრის მიმართ ხა ისინი რომ იმის მეასეც იღებდნენ თავდასხმას პოლიტიკურს კორექტულს თუ რაც თავარი არაკორექტულს პერსონალურ შეურაცხყოფას რასაც ხელისუფლება ხა არ ვიცი რა დღეში იქნებოდნენ შანსი რო ქონდეთ მათ ამის აღკვეთის და ძალაუფლება მართლა რო ქონდეთ რაც აი თითქოს ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ მე უფრო როგორც ესე პირიქით ხდება ხოლმე რომ ხელისუფლებაში ადამიანი უფრო გზნობიარე ხდება ამის მიმართ კრიტიკის მიმართ ვიდრე ოპოზიციაში ხა მეტი პასუხისმგებლობა აქვს მეტი ტვირთი აქვს ბევრად ამიტომ ესე ძალიან სიმპტომატური არის ჩემი აზრით. კაი, ბატონ გიგა, შეხვედრაზე რო ვისაუბროთ, რომელიც შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან, იქის მოთხოვნები ულტიმატუმის სახით იქნა დაყენებული თუ რომ დიალოგის ფორმატში? იმიტომ რომ ბატონ გიორგი საუბრობდა რომ ეს არის თემები, რომელზეც შეიძლება დიალოგი გაიგოს. ეს მორიგი სიცრუე, ხო, ნუ კიდევ ერთხელ სიტყვით ვიძახი იმას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემაც მოყვა ძალიან გარკვევით, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ, თვითონ გამოთქვეს სურვილი და ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარე პირველში არასოდეს არ ყოფილა დიალოგის მოწმობა და პირიქით ის არის საფუძვლის ჩამყრელი ძალიან კარგი ტრადიციის რომ მიუხედავად პოლიტიკური ტემპერატურისა თუ დაპირისპირებისა ყოველ შაბათს პრაქტიკის დაჟინებები ხდებიან ერთმანეთს არის ასთა გამოსვლა იშვიათად მაგრამ კონსულს მიიღწევა ხოლმე ამიტომ არანაირი პრობლემა და დიდი მოთხოვნა მას არ ჭირდებოდა მაგრამ მოვიდეთ და თქვენს რომ თქვენთან საუბარი არ გვაინტერესებს არც არგუმენტები არც არაფერი არც პოზიცია თქვენი უბრალოდ მოვიდით თქვენ ჩვენთვის ხართ გამტარები აი მინდა რომ კიდევ ერთხელ გადასცეთ პრეზიდენტს რომ ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ამას უნდა დათანხმდეს ზუსტად ამ ფორმით მე კი ანუ თქვენთან არ ყოფილა ესე პრაქტიკა ამაშია მთელი პარადოქსი და ეს იყო გაკვირვებული მე ენაზე იქბინა ერთ-ერთმა მათგანმა თქვა რომ არა ულტიმატუმი არ არისო მაგრამ ეხლა მე რაც გითხარით ამას ქვია ულტიმატუმი ეხლა ამიტომ ითქვა რამოდენიმე რამე ამ შეხვედრაზე რაც შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა საჯაროდ რომ ჯერერთი საერთოდ ულტიმატუმის ენაზე ლაპარაკი არ გამოვა ამ ხელისუფლებასთან ეს გამორიცხულია და არც ერთ ნორმალურ დემოკრატიულ თავმოყარი ხელისუფლებასთან ნამდვილად არ გამოვა რაც შეეხება მათ მოთხოვნებს რომელიც რა თქმა უნდა იქამდე ცნობილი იყო ჩვენთვის მათ იქამდე იცოდნენ და ეხლაც დაუდასტურეთ რომ ისეთ საკითხზე როგორც არის არჩევნების ამ ადამიანების მოთხოვნის გამო გადმოწევა რამოდენიმე თვით უკან მიხედვით რომ ეს გაწყვეტილება მიიღებული იქნა 1 წლის წინ ჩემთვის გაუგებარი მაგრამ ამის მერე ვისაუბრებ რა შეიძლება იყოს აქ საქმე მიზეზით მოთხოვნის მიზეზ გულისხმობ? არ მოხდება ბატონო? მოთხოვნის მიზეზ. ხო, აი რატო აქვს ეს თუ ამაზე? კი ბატონო, აი ჯერ რა არ მოხდება და კი ბატონო. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ამაზე იყო დისკუსია, ეს გაწყვეტილება იქნა მიღებული. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჭირდება დიდი უმრავლესობა, ეს არის წესი დემოკრატიულ ქვეყანაში და ეს გაწყვეტილება იქნა მიღებული და პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან სწორად თქვა, რომ არ მგონია რომ ხა თუნდაც ძალიან კრიტიკულად განწყობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს სამი თვით ადრე თუ გვიან ჩატარდება არჩევნები. მე პირადად ვიყავი ძალიან კრიტიკული მოქალაქე წინა ხელისუფლების მიმართ ძალიან მას ვთვლი რომ უამრავი პოლიტიკური დანაშაული ან დანაშაულზე უფრო დიდი შეცდომა ჰქონდა ჩადენილი მაგრამ ჩვენ დავალოვდით არჩევნების თარიღს როცა ხელისუფლებამ ჩაატარა არჩევნები და იქ მივეცით ხმა იმ პოლიტიკური ძალას რომელსაც ხარს უჭერდა და ამ ოპოზიციურ ძალამ მოიგო არჩევნები მე ხელისუფლებამ სად არჩევნების გაყალბება და ამას მოყვა ვარდების რევოლუცია. ეხლა ეს ხალხი იძახის რომ არ გვინდა მაშინ არჩევნები, მოდი ეხლა ჩვენ როგორც გვინდა ისე იყოს, თუ ამას არ იზავთ, ეხლა იმუქრებიან რომ რაღაც იზავენ. ვერც ვერ იზავენ, მე იმედი მაქვს და ხალხი, ჩვეულებრივი, თუნდაც ძალიან კრიტიკულად განწყობილი, ბევრად უფრო ბრძენია ვიდრე ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, მაგრამ აშკარაა წინამდებობა აქვს. მე მინდა ასევე შევახსენო, ახლა მაქვს დრო, რამოდენიმე წუთი. ჩვენ მოქალაქეებს რომ ეს დისკუსია წლის წინ როცა იყო, ითქვა ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებითად ეჭვის ქვეშ
საერთოდ არ აყენებდა არც პროცედურებს და მით უმეტეს არანაირად არ აზიანებდა დემოკრატიულ პრინციპს პერიოდულობის არჩევნების, რატო უნდა იქნას რამოდენიმე თვით გადაწეული არჩევნები? იმიტომ რომ ეს არჩევნების თარიღი ემთხვეოდა ჩვენი ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, ნაციონალური ინტერესებისთვის ძალიან კრიტიკულ მომენტებს. ეს იყო არჩევნები რუსეთში, ეს იყო კოსოვოს გადაწყვეტილება, რომელიც მე მგონი ყველას ესმის, რომ პირდაპირ წარმოადგენს საფრთხეს თუ როგორ იქნება ის გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთთან მიმართებაში და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ეს იყო მაპის გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა ნატოსთან ინტეგრაციის საკითხში, ყველა ძალიან სახიფათო და უმნიშვნელოვანეს საქართველოსთვის საკითხები. და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ რამოდენიმე თვით გადაიწიოს არჩევნები, რათა აი ამ ძალიან სახიფათო, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობით მისაღებ გადაწყვეტილებებზე უშუალოდ იმ მომენტში საარჩევნო კამპანიას არ მიეღო, არ ეკონია პირდაპირი გავლენა, ეს ყველასთვის გასაგები იყო და არანაირად არ აყენებდა უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩვენო პოლიტიკას და პირიქით. მით უმეტეს ახლა რა გონორითად საუბრობენ, რომ ესე იგი ამომრჩევლები მათ უჭერენ მხარს. მომიტყვეს მოიცადონ კონსტიტუციური ვადამდე და ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, რის გარანტიასაც აძლევს მათ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქართული ხალხი, ვინც ეს ტრადიცია ჩამოაყალიბა და იქ გადაწყვეტს საქართველოს ამომრჩეველი საით წავიდეს ქვეყანა. თუ მაგალითად დაუშვათ თქვენ როგორც ამბობთ ეს 4 მოთხოვნა არის ულტიმატუმის ხასიათის და ამიტომ ხელისუფლება არ აპირებს მასზე წასვლას, მაგრამ ელით თუ არა თქვენ რომ გარკვეულწილად გამწვავდება ვითარება და გარკვეული დავაზუსტებ თუ შეიძლება ეს ფათვასი არ არის. ერთი საკითხი მათ ისეთი ქონდათ დასმული, რაზეც დიდი ხანია უკვე ადრეც ხელისუფლებამ თქვა რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ მიერ შემოთავაზებულ მოდელს, აი მაჟორიტარული არჩევნების წესისა. ისინი არ ეთანხმებიან იმ მოდელს, რომელიც დღეს არის კანონი და როგორც ჩატარდება არჩევნები თუ ეს მოდელი არ შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ადრევე ვუთხარით, რომ ჩვენ რამოდენიმე ალტერნატიული იდეა შევთავაზეთ, ამაზეც თქვენს არა და მე ვუთხარით, რომ თქვენი ალტერნატიული იდეები გვითხრით. ამაზე დიალოგი დაწყებული იყო იქამდეც. ანუ ეს ეხება მაჟორიტარულ ოლქებში. ეხლა თვითონ რომ ეს დიალოგი იქამდეც დაწყებული იყო, ანუ აქციასთან ეს არანაირ კავშირში არა პირდაპირში და შეგვიძლია გავაგრძელოთ, კარგი იქნება და კონსენსუსს მივახცევთ. ჩვენც გვაქვს რაღაც იდეები და უფრო ჯანსაღვითარებაში ეს შესაძლებელი იქნებოდა და შეიძლება ხვალაც აღმოჩნდეს შესაძლებელი. ჩვენ შეიძლება მაინც მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელსაც შევთვლით უფრო ადეკვატურად. და თუ მაინც აქციები გაგრძელდება, მაგრამ ხო, რაც შეეხება თქვენ კითხოს გამწვავებაზე და ეხლა თქვენ ზანით რომ აქციები აქციის გაგრძელება არის უფლება კონსტიტუციური ჩვენი მოქალაქეების კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ასე რომ ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მგონი ყველა ვინც იცნობს დემოკრატიული ქვეყნების გაწყვეტილებას, იცის რომ ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ეს ირკვევა არჩევნებით. ვადამდელი არჩევნები ტარდება ზოგჯერ იმ ვითარებაში, როცა არის თქვა საპარლამენტო კრიზისი, ან გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღება, ანუ უნდობლობა გამოუცხადდა მთავრობას. რაც ლოგიკურია, ან მაგალითად ყოფილი არჩევნები განვითარებული ლიბერალ დემოკრატებში ვადამდელი, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი რეფორმა გასტანი მართლ პარტიას ვერ გააქვს და სურს რომ ამომრჩევლების ასოთ კარგი. გასაგებად ვერდიქტი გამოიტანოს, ასეთ საკითხი აი იაპონიაში მოხდა. გასაგებად, ბატონო ჩვენთან ბოდიში, ბატონო დავით, არც ერთი ეს ნიშანი არ არის, არც ერთი. უფრო მეტიც ევროპაში არის გამოცდილება, რომ მთავრობას ძალიან დიდი დისკრეცია აქვს, მაგალითად დიდ ბრიტანეთში ან სხვაგან თავისი ხელსაყრელობის მიხედვით დანიშნოს არჩევნები. შეიძლება ეს მოხდეს ბატონ გიგო. არა, ჩვენთან ეს ასე არ არის თქო. ჩვენთან ეს გაწყვეტილება კარგახნით ადრე იქნა მიღებული. დიდ ბრიტანეთში ალბათ თქვენ ადევნებდით თვალყოს, რომ ამაზე კრიტიკაც იყო, რა თქმა უნდა, მართველი პარტიის ოპოზიციის მხრიდან, მათ თქვეს, რომ ფიქრობდა ვადამდელ არჩევნებზე ახალი პრემიერი, მაგრამ მე ჩათვალა, რომ ეს არ არის ხელსაყრელი მომენტი და არ დანიშნა. და ბატონ გიგა, ბოლოს აი ბადრი პატარკაჩიშვილის საკითხზე არ არის, მე ხას უსვამ. ბადრი პატარკაჩიშვილთან დაკავშირებით ძალიან ხშირად კეთდება ხოლმე სხვადასხვა რიგ შეფასება, დღეს ალბათ თქვენც არაერთგზის გააკეთება. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ ტელემაყურებელს და ჩვენ როგორ ხედავთ თქვენ, ხედავთ თუ არა მას როგორც ოპოზიციის მომავალ ლიდერს? არა, ის როგორც მომავალს კი არა, დღეს როგორც ოპოზიციის რეალურ მამამთავარს და კოორდინატორს და რეალურად შემძენს ამ პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილისა, ასე ვხედავთ ეს ფაქტია, ხა. შემძენს მყიდველს, ანუ? ხო, მყიდველს, ხა. კითხვა, რომელზეც არც ერთ ჩვენ ოპონენტს და განსაკუთრებით რა პრეტენზიების მქონეს რეპუტაციაზე არასდროს არ გაუწია დამჯერებელი პასუხი. კიდე რა ერთიარებთ ამ კაცთან? ღირებულებები, რამე პოლიტიკური წარსული აწყვეტ თუ რეპუტაცია? ფულის გარდა რა არის იქ მათთვის? მე გულისხმობს სხვებს. აი რა უნდათ ბადრისგან მისი ფულის გარდა? არაფერი და რაღაც საკუთარი თავის შენარჩუნების სრული და სრული უპასუხისმგებლობა იმისი, რომ იქნა მარიონეტად გამოყენებული ძალიან საეჭვო რეპუტაციის წარსულის და აწყოს მქონე ადამიანის მხრიდან. ეხლა ჩვენ ოპოზიციაში არიან ისეთი ჯგუფები, რომელიცაც კავშირიც ბადრის რა აინტერესებს ბატონო გიგას? ბადრის აინტერესებს ის, რაც მან ვერ მიიღო მთელი ამ წლების განმავლობაში რევოლუციის შემდეგ, რაც ნაწილობრივ ჰქონდა და რის მიღებასაც თუნდაც აპირებდა დასუსტებული, კორუმპირებული და აბსოლუტურად უავტორიტეტო შეურაცხმის ხელისუფლების პირობებში და რაც ჰქონდა ელცინის რუსეთში, ანუ სუსტი ხელისუფლების პირობებში
ჭდილს უკან ჭდილში ყოფნა, რეალურად ბოსის ფუნქციაში ყოფნა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მას უნდა შეუთანხმონ, აი სადაც ორგანიზებული დანაშაული მართავს ყველაფერს და მის გარშემო ამ ტიპის ავტორიტეტები ბჭყალებში ძალიან ბევრი იყო ყოველთვის. ეს დრო ენატრება მას და ამას გარდა მას აქვს ძალიან კონკრეტული პრობლემა, მე მგონი ლოგიკურია რომ ვიფიქროთ რომ ის საფრთხეც რუსეთთან მოდის, ხო, რა არის ყველაზე კარგი თავდაცვა, რომ შეიძლება ვაჭრობა შეიძლება თუ აკონტროლებს საქართველოს. რევოლუცია პატრიკაშვილი იყო შოკი, ხა რამდენიც არ უნდა იცრუონ. დღეს რო პატრიკაშვილი თუნდაც რევოლუციას აფინანსებდა, ხო, ვინ დაეჯერებს? მთავრობას აფინანსებდა, შემდეგო შეჰქონდა ოწილი. ყველაფერი ეს სიცრუეა. პატრიკაშვილის ყოველს ქონა სურვილი და მე არ ვიცი რამე პროექტი აქვს თუ არა საქველმოქმედო განხორციელებული რევოლუციის შემდეგ, მაგრამ ყოველს ქონა სურვილი რომ რა თქმა უნდა ფულსაც გამოვიდო და ყველაფერს თუ მისცემდი მას პრივილეგიებს, იმას რომ დამდგარიყო კანონზე მიღმა და ქვეყანა რეალურად წასულიყო იმავე გზით როგორც ეს ელცინის რუსეთში იყო. მაგრამ ამაზე მან სისტემატურად მიიღო უარი ყველა სიტუაციაში რა. შემდეგ გადაგცემოთ. ამიტომ უწევს დღეს მას და სხვა გზა არ აქვს ასე ჩათვალო რომ გამოვიდეს ღიად, იყო ჩვენი ოპონენტი ჩატარდება ერთ წელიწადში არჩევნები და ვნახავთ რა მოხდება. უბრალოდ რომ მოიცადონ ამ არჩევნებამდე რა, დემოკრატიის ერთ-ერთი წესია და არავის არ ურჩევ რომ თავისი მოუთმენლობის ან რაიმე უფრო უარესი მოტივების გამო, რომ უნდათ რომ არჩევნები დაამტყიონ ძალიან კრიტიკულ მომენტებს საქართველოსთვის, რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან, ჩვენ ნაციონალურ ამოცანებასთან მიმართებაში, არავის არ ურჩევ ამ გულუბრყვილობის თუ განზრახ ბოროტი ამოცანების გამო რაღაც ზღვრებს გადავიდეს. დღეს ეს არ მოხდა, ეს მშვიდობიანი აქცია, თუ ასე გაგრძელდება, კიდევ თქვენ რომ ეს არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიგა, გემშვიდობებით. და ახლა ვბრუნდებით სტუდიაში და ჩვენი სტუმრები არიან ბატონები გიგა ლორთქიფანიძე, ნუგზარ ციკლაური და დავით დეფი გოგიბედაშვილი. საღამოშიდობისა ბატონო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. 2 ნოემბერი აქ თარიღი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდით, ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა ასე ვთქვათ, ყოველდღიური სვლა ამ თარიღისკენ და რა მივიღეთ დღეს, აი პიროვნულად რო ვისაუბროთ, პიროვნულ განცდაზე, ბატონო გიგა, ეს იყო დღეს, რასაც თქვენ ელოდით, ანუ ამ აქციას. მე მიტინგზე არ ყოფილვარ და არა იმიტომ რომ არ უთანაგზობ ამ მიტინგს, პირიქით მთელი სული და გულით მასთან ვიყავი, მაგრამ საუბედუროდ ფიზიკურად არ შემიძლია ასეთი დატვირთვის გადატანა. თუმცა იქ რაც ხდებოდა იმ სულის კვეთებას, ეთანხმებოდა ამას ელოდით. აბსოლუტურად. მე ერთი რამე მიყვარს იცით, ესე იგი, თუ შეიძლება მე არაპოლიტიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად შევეცდები რაღაცა თქვა. მე პროფესიით ხო იცით რომ რეჟისორი ვარ. აი 40 მსახიობი რო ზის რეპეტიციაზე და ერთს ის გამეგზნო ფუნდობლობას იმ ღამეს არ მეძინება. კი არაფერი უთქვია იმ კაცს, არც კი უთქვია არაფერი, მაგრამ აი გძნობს რომ რაღაცა უნდობლობა გამოიჩინა ჩემი რეჟისორული ჩანაფიქრის მიმართ. იმ ღამეს არ მძინავს და აი ესე დამშვიდებულები როგორ არიან, როდესაც 150,000 კაცი მოვიდა და მუთხა რომ თქვენთან ყოფნა და ცხოვრება შეუძლებელია. ეს რა ოპტიმიზმია თუ უკვე სისულელესთან რაღაც კავშირშია, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა აი ესე დამშვიდებულად ილაპარაკოს იმაზე, რომ ესე იგი 150,000 კაცი მოდის და შენს მიმართ უნდობლობას აცხადებს. სურვილიც კი არა გაქვს რომ გაიგო ამ ხალხს რა უნდა? რაზეა ეს ხალხი შეწუხებული? თქვენ რა გონიათ მართლა რაც ოპოზიციამ წარადგინა, იმაზეა შეწუხებული ხალხი? ის არის ესე იგი პოლიტიკური პრეტენზიები ოპოზიციის. რაზე და აუტანელ ცხოვრებაზე, მისი ასე თქვა ღირსების შელახვაზე, ადამიანური ღირსების გათელვაზე, რა ვიცი, 1000 რაღაცაზე. 1000 რაღაცაზე. იქ შვიდმკვდარი დედები იყვნენ, იქ გაუბედურებული ხალხი იყო. კაცო, ნუ თუ ეგეთი დემოკრატია სიტყვას ვეხმარობენ, ცოტა დაუფიქრდნენ, რას ნიშნავს დემოკრატია. დემოკრატია არ არის ესე იგი ლაპარაკის თავისუფლება. ესე იგი დემოკრატია არის, დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას. ხო და ესე იგი, შენ რამდენიც გინდა ელაპარაკეო, ოღონ ხელი არ გაანძრიო აგერა ბატონო. ჩვენთან წარმომადგენლობის დემოკრატია, ანუ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ანუ ამ კუთხით. კი, მაგრამ მმართველი ხალხი არის მმართველი ქვეყნისა. ესე იგი დემოკრატია ამას ნიშნავს, ხო და ეხლა რაც არ უნდა ოპტიმისტური განწყობილებით ილაპარაკოს ეხლა ხელისუფლების წარმომადგენლება, მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეს არავის არ გვიხარია, არც მე მიხარია სხვათაშორის. არც მე მიხარია და მიმაჩნია რომ იქნება გამოიძებნოს რაღაცა საერთოდ. მოდით გამოსავალზე ვისაუბროთ, აუცილებლად მოდით მოვისმენთ ესევე ჩვენი სტუმრების აზრით. პროფესიით პოეტ დავით დეფის მიმართავ. მოწოდებით 21 საუკუნის ეს გახდა კლიშე და ამიტომაც უკვე არა, როგორ ხედავთ? მაგ დასახელება მაინც გოსნების მხარეა საქართველოს და მეც
მარგონა ღმერთმა ეს ბედნიერება ვიყო მგოსანი ჩემი ერისთვის. მაგრამ იცით რა არის საქმე, როდესაც საუბრობთ დღევანდელ დღეზე და აი საზოგადოება გაყოფილია ვიძახით, ვამბობთ და აი ნაწილი დგევართ იქით, ნაწილი აქეთ. მე მაინც გონია რომ იცით რა ეს ცოტა შეურაცხყოფას ვაყენებთ საქართველოს რა ამ ჩვენი დგომით, გაუთავებელი დგომით რა სხვადასხვა მხარეებით და კეთილი ვინებოთ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, რადგანაც ჩვენ ვართ მე მგონი ერთადერთი ქვეყანა თემ სოფლიოში, რომლებიც ხალხი, სხვა ადამიანები დააკომპლექტებული, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები დააკომპლექტებული ქვეყანა საქართველოში, რომლებიც წლების და 10 წლეულების მანძილზე ხარჯავდით ძალიან დიდ ფულს იმაში, რომ არ გვესწავლა. აი ეს არის ჩვენი უსინდისობა, უვიცობის დაკანონება. ამას შეუწყო ხელი მთელმა საბჭოთა კავშირმა, შემდეგ ბატონმა ედუარდმა, ღრმად პატივცემულმა თავისი რეჟიმით და ვიწვნოთ შედეგს, რით იცით, აი აქედან გამოსვლა იგივე დრო გჭირდება. ეხლა ჩვენ უკვე აღარ გვაქვს იმდენი დრო, რომ ხარჯოთ და ფლანგოთ დრო. ჩვენ აღარ გვაქვს ისეთი არჩევანი, რომ ფუფუნებად მივიღოთ ნატო და დასავლეთ ევროპული დაუშვათ ღირებულებები. თუ კი ლაპარაკია კონკრეტულად არჩევნებზე, რომ აი გინდა თუ არა გადმოიტანე ისევ როგორც იყო, ხო? ეხლა დღეს დილიდან უსმენ თითქმის ყველა არხს. მე იქ არ გავედი, იმიტომ რომ მე იქ არ მომწონს ბევრი რაღაცა ოპოზიციის ძალიან დიდ ნაწილისადმი ვარ ძალიან კრიტიკულად განწყობილი ბევრი რაღაცის და ლიდერებს გულისხმობთ. თუნდაც დიახ და მათ დაუბალანსებელ, ასე ვთქვათ, მოწოდებებს გნებავთ თუ ლოზუნგებს, რადგანაც ეხლა ჩვენ ბევრი მათგანი და მეც მათ შორის ერთად ვიბრძოდით გნებავთ დაუმორჩილების კომიტეტში, მაგრამ ისე აეწყო ეს ცხოვრება, ისე წავიდა, რომ ჩვენი გზები გამოგვინახა საქართველოს და რა არის იცით, როდესაც ვხედავ, რომ ნაწილი საზოგადოების ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გარეშე მე ეს არ მესმის რა არის. ამას მე ვერც გავიგებ ახლა. საქართველოს პრეზიდენტის გარეშე და სასწრაფოდ მონარქია თქვა პატრიარქმა, რომ აი კონსტიტუციური მონარქია და გამოვიდა მეორე დღეს ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერი. ჩემი აზრით ვაი პოლიტიკოსი ნამდვილად რა და შემდგარი ადამიანი, რომელიც გინდა თუ არა ხას უსმენდა, რომ აი ერთ წელიწადში, წელიწად ნახევარში ჩვენ უნდა ვიყოთ უკვე მზად იმისთვის, რომ გავიგოთ ეს არის და დაუშვათ ეს კანონი და ამას რა თქმა უნდა ერის აღს დაჭირდება, ჩვენი დაფიქრება ჭირდება და საქციელთა მთელი წყობის დანაწევრება. ამას ჭირდება ასევე დრო. ჩვენ არა გვაქვს ამდენი დრო, ეხლა ჩვენ ექსპერიმენტები ვიტაროთ ჩვენ თავზე. ეს ექსპერიმენტი უკვე გაუმართლებელი ხდება. ეს არ არის ჭეშმარიტების დამდგენი ლაბორატორია საქართველოს. ეს არის უკვე ერთად გამოყოფილი ამ ხალხისთვის ტერიტორია. ძალიან უცნაური გეოგრაფიული მდგომარეობით, ძალიან უცნაური ხალხით, ნიჭიერებით და იდიოტებით სავსე ხალხით დაკომპლექტებული ქვეყანა. ერთ ნიჭიერზე მოდის 15 ამით მეგონი განსაკუთრებული არა ვართ, მეგონი სხვა არა, მაინც ვართ, იმიტომ რომ ამ პატარა ქვეყანაში აი ამდენი იდიოტი ერთ ჭკვიან ადამიანზე და ერთ ნიჭიერზე რატომ მოდის, რატო აღდებდნენ? ცოტა დაუხდით თქვენს უბრალოდ, რატო რას ქვია იდიოტები? არა, მე იდიოტიზმში გულისხმობ აბსოლუტურად იმას. არა. ხალხს იდიოტს უძახი. არავის ხალხს მე არ უძახი, ბატონო გიგა, როგორ გეკადრებათ? მე ამდენი შეგნება მყოფნის, რომ ხალხს არ მეძახ. მე ვიძახი, რომ ერთ ნორმალურ ნიჭიერ ადამიანზე მოდის იდიოტი თავისი შინაგანი მდგომარეობით. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ბოლბორ ყველაზე გენიალური რომანს ქვია იდიოტი და გამოყვანილია ეს კაცი სხვა კონტექსტში. ეგრეც არ არის, სულაც არ არის იდიოტი. მე ვიძახი რას, რომ არჩევანი ჩვენ გვაქვს ახლა იმისი, რომ ვიძახოთ, როდესაც აპრილში არის ნატო სამიტი. აპრილში შეიძლება რომ აი სუფთა როგორი მაგალითი მოვიტანო. მხედრული გამონათქვამია, ხო, რომ ცხენებს, ბედაურებს უღელტეხილზე არ ცვლიან მხედრები. ეხლა ჩვენ გვაქვს ამის ფუფუნება, რომ როდესაც აი თქვენი აზრით ბუნებრივად რა კითხვა დაისმება ნატოში, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებია. ამ ქვეყანაში მე საპრეზიდენტო არჩევნებია. ჩვენ ამხელა ფუფუნება გვაქვს, რომ აი სანამ ნატოში ეს ამბავი გადაწყდება, ჩვენ კიდე ეს 4 თვის და 5 თვის გამო ერთმანეთი შევიძოლოთ და ერთ სიტყვაზე ვერ შევთანხმდეთ. მე სულ სხვა თაობის წარმომადგენელი, პროფესიონალი ადამიანი, რომლის ფილმებზე ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და გვიტირია და გაგვიღიმია და გვიხარია ამ კაცის არსებობა საქართველოში, უცებ ერთი სიტყვის და გამო ვერ მოუთმინოთ ერთმანეთს. იგივე ხდება დღეს მიტინგზეც. სწორედ იგივე მოხდება ხვალაც და ზეგაც, ამიტომ უნდა ვიყოთ ჩვენ ფხიზლად. ჩვენი შინაგანი საქართველოს და გამო უნდა ვიყოთ ფხიზლად. თუმცა აი ბატონი გიგა, ბატონო, ნუგზარ თქვენ მოგმართავთ ეხლა საუბრობდა იმაზეც, რომ აქ ხალხი მოსული არ არის, მაინც და მაინც არჩევნების გადატანა, გადმოტანის მოთხოვნა და ესეთი პოლიტიკური წმინდა საკითხებით, არამედ იმითი, რომ გარკვეულწილად ის უკმაყოფილოა, ის არის შელახული, ღირსება შელახული, ესე ბრძანებთ არა ბატონო გიგა? ინტელიგენციის ნაწილი. დღეს იყო იქ მიტინგზე და ამბობდა, რომ მათ არ სურთ, ასე ვთქვათ, კონფლიქტი, ომი, მათ უნდა მშვიდობა, მაგრამ მათ უნდა ღირსება. იცით რა, მე მინდა გითხრათ, რომ გუშინ ძალიან განვიცდიდი დღევანდელ დღეს ვფიქრობდი როგორ მოხდებოდა, რა მოხდებოდა და დღეს საღამოს ვარ დამშვიდებული და მგონია რომ ჩემი ქვეყანა გახდა კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე იყო გუშინ. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ეს იყო დიდი გამოცდა,
ის რაოდენობა ხა ცხადია ღიმილის მომგვრელია ეს 150,000 და ყველას გვესმის რომ იქ ამის ნახევარი ხალხიც არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა ხალხის და კიდევ უფრო ნაკლებიც რო ყოფილიყო, გასათვალისწინებელია ცხადია მათი აზრი, ვინც დღეს გამოვიდა და გამოთქვა თავისი პროტესტი. ხოლო ამაყი ვარ იმიტომ რომ როგორც ხელისუფლებამ დღეს, ისე პრინციპში იმ ხალხმა, რომელიც მიტინგზე იდგა, რაღაცნაირად შეძლო, რომ არ წასულიყო კონფრონტაციისაკენ, არ გადაედგათ ამ ტიპის ნაბიჯები, რაც მგონი ფიქრობ, რომ გამოუსწორებელ ნაბიჯებამდე მიიყვანდა და თუ კი ხვალაც გაგრძელდება ეს მიტინგი, თუ ზეგ გაგრძელდება, თუ რამდენ ხანსაც გაგრძელდება და მართლა მათი კონსტიტუციური უფლებაა, რომ იდგნენ მოედანზე, რამდენ ხანსაც სურდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს ტონალობა არასაუბრის, იმიტომ რომ მოვისმინე ძალიან ბევრი შეურაცხყოფელი და ჩემთვის პირადად მიუღებელი იქ რაღაც გინებაც კი მომესმა ერთ-ერთი გამომსვლელის ბაგეთაგან, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნოთ ის მაინც რომ არ მოხდეს დაპირისპირება და ესკალაცია. ეხლა რა იყო ჩემთვის გულის მომკლელი და არ შემიძლია რომ ამის შესახებ არ ვთქვა. ერთი რომ მე არა ვარ კეთილად განწყობილი ბადრი პატარკაჩვილის მიმართ მრავალი მიზეზის გამო მისი რუსეთში მოღვაწეობის გამო და იმის გამო რომ აპირებს დღეს რაღაცა აი ამ მეტად საეჭვო გზით ნაშოვნი ფულებით ჩვენი ხალხის მართლა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ხალხის რაღაცნაირად მოსყიდვას, მაგრამ მე მომაგონა თუ გემახსოვრება ცხადია უდაბნოში, როდესაც ებრაელმა ხალხმა ერთი პირობა აღმართა ოქროს ხბო, ოქროს კერპი და მას სცემდნენ თაყვანს და არა ჭეშმარიტ ღმერთს. და დღეს სკანდირება საქართველოში ბადრი, აი როდესაც მიტინგზე ისმოდა სკანდირება, ჩემთვის იყო ფული, აი ამის სკანდირება. და ოპოზიცია თუ ის მართლა და ოპოზიციის ლიდერები თუ მართლა ყველანი ერთად მოსყიდულები არ არიან, ძალიან უნდა შეეცადონ. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ახალი ლიდერი არ იქნება ქვეყანაში, ახალი ბელადიო. ეხლა თქვენ ხო გესმით, რომ რა თქმა უნდა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის ლიდერების როლი დღითი დღე მცირდება და მთავარი ლიდერი გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ბადრი პატარკაშვილის სახით, ხო ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. რაც შეეხება ბატონმა, ეს ჩემი მოსაზრება არის, ხო? და ეხლა ბატონ გიგას და თუ შეიძლება, აი ბატონმა გიგამ ბრძანა და მე მინდა ამას გამოვეხმაურო. იმასთან დაკავშირებით და ვეთანხმები სხვათა შორის, რომ აი ოპოზიციის მოთხოვნებზე არ მოსულა ეგ ხალხი და უამრავი ხალხი მართლაც არის მოსული იმ პრობლემების გამო, რაც ქვეყანაში დაგროვდა. ეს არის სოციალური პრობლემები. მართლაც არის ხელისუფლების წვლილი რამდენადაა ამ პრობლემების შექმნაში. ცხადია, იცით რა არის? ჩვენ ვართ ახალი საქართველო ითვლის 4 წელიწადს. ესე იგი, მას შემდეგ რა დემოკრატიული, ხო, ნუ არც კი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ნუ შევედრებით ქვეყნებს შვეიცარიას და ისეთ ქვეყნებს, სადაც ყველა სოციალური პრობლემა მოგვარებულია. ბატონი გიგა რეჟისორია და ჩემზე 100 ჯერ უკეთესად იცის ნეორეალიზმის ფილმები და ის იტალია ვთქვათ, რომელიც იყო ომის შემდგომი იტალია. განა ეს ის ქვეყანაა, როკო და მისი ძმები, მილანი თუ არა ვთქვი, მილანში, ის მილანია, რაც დღეს არის მილანი, ხო იმ ქვეყნებს დასჭირდათ რამდენიმე ათწლეული იმისათვის, რომ მიეღწიათ ცხოვრების იმ დონისათვის, რაც დღეს არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ 3 წელიწად ნახევარი თუ გამოვიარეთ იმ უმძიმესი წარსულის შემდეგ, რაც შევარდნაიც ხელისუფლებამ დაგვიტოვა. და ერთიც მინდა შევეხო უბრალოდ ინტელიგენციის საკითხს, მართლა არ მინდა რომ საკითხად იქცეს, მაგრამ მთელი ათწლეული, მას შემდეგ რაც ედუარდ შევარდნაძემ უწოდა მადლობა უთხრა ინტელიგენციას იმისათვის, რომ იარაღი აიღო ხელში და ისე გაუსწორდა თავის ხალხს და მას შემდეგ რაც ინტელიგენციის არც ერთმა წარმომადგენელმა ამის გამო პროტესტი არ გამოთქვა, აქ იყო მარტივი ვითარება. ეუბნებოდა შევარდნაძემ უთხრა ინტელიგენციას, მადლობა ინტელიგენციას. რომელმა ინტელიგენციამ აიღო იარაღი ხელში. უკაცრავად, მაგრამ მე თქვენ ძალიან ყურადღებით გისმენდით, თუმცა ბევრ თქვენას ვერ ვიზიარებდი და ვერც გავიზიარებ, დანამდვილებით ვიცი. და როდესაც აი ასე მიმართეს და არავინ პროტესტი არ გამოთქვა ამის გამო და ჩვენ ვიცით რომ მართლაც იარაღი და სისხლის ზღვრით მოხდა 92 წლებში ეს მოვლენები, მაგრამ მას შემდეგ დაიწყო პერიოდი, როდესაც საქართველოში იყო უმძიმესი სოციალური ვითარება, გაცილებით უფრო მძიმე სოციალური ვითარება, ვიდრე დღეს არის, შედარება არის შეუძლებელი, მიუხედავად ამისა მე არც ერთი ამ ადამიანის პროტესტი არ გამიგია.
მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დღეს რატო მხოლოდ იმის გამო რომ მათი პიროვნული პრობლემები იყო მოგვარებული. ეს არის ძალიან მძიმე სათქმელი ჩემთვის, მაგრამ ეს არის ამავე დროს ყველა ობიექტური და მეუკერძოებული ადამიანისათვის თვალნათელი. თუ შეიძლება ბატონო გიგას მეც ვთქვა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგრამ ბატონ გიგას ეკუთვნის ეს სიტუაცია. ერთი ბატონო ნუგზარ, თქვენ ძალიან დაჩემებული გაქვთ ეს სიტყვა წითელი ინტელიგენცია. დღეს არ მithქვამს ფოტოში. წინა გადაცემაში თქვენ რუსთავი ორზე ადამიანს, რომელმაც 10 წელიწადი გაატარა სოხუმის ქართული თეატრის სათავეში და სოხუმში შექმნა ცენტრი ქართული აზროვნებისა და იქ იკრიბებოდა მთელი ქართველი ხალხი და ამბავი და რომელმაც ბოლო წუთში დატოვა სოხუმი, თქვენ მას წითელი ინტელიგენტი უწოდეთ და საერთოდ რატო ისვრით ამ ფრაზებს ბატონო ნუგზარ? რატო ისვრით ამ ფრაზებს? ეხლა მე მოგითხარ რომ შავი ინტელიგენტი ხარ, კარგი იქნება, წითელი არ ჯობია შავს ხებს. რა ვიცი, იცით რა არის? ეს გაბრაზებ თქვენ რომ მითხრათ რომ შავი ინტელიგენტი ხარ, არ გავბრაზდები, იმიტომ რომ რა ვიცი, არ ვიცი საერთოდ რა არის შავი ინტელიგენტი. წითელი ინტელიგენტი იცით რა არის? წითელი ინტელიგენტი ძალიან კარგად ვიცი. და წითელი ინტელიგენტი არის ის კაცი, რომელიც კომუნისტური მმართველობის პერიოდში თვალს ხუჭავდა საქართველოში ეროვნული საკითხზე თვალს ხუჭავდა საქართველოში ეროვნული მოღვაწეების ციხეში ჩაგდებაზე, ყველაფერზე ხუჭავდა თვალს, მხოლოდ და მხოლოდ იმის ფასად, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პიროვნული წარმოდგენა არ გაქვთ, არც კომუნისტურ პერიოდზე, არც შემდგომ პერიოდზე, რაღაცა ესმის რაღაც ბოდვა არის. ეხლა ჩვენ ვერ წავალ ძალიან შორს, ეხლა დღევანდელობაში კონტექსტი ეს არ არის, კონტექსტი არ არის და მით უმეტეს ძალიან გთხოვ და ხაზგასმით გთხოვ, რომ აი ესეთი სიტყვები, როგორც არის ბოდვა ხო გამოიყენოთ ამისამართი მაგენე პირადად რა შეურაცხყოფა მოგვაყენეთ რომ საბჭოთა კავშირის დრო ცხოვრობ არა როგორ ეკადრებთ მაგრამ ზუსტად საბჭოთა კავშირის ქართული ინტელიგენცია კომუნისტურ პარტიას ებრძოდა მე ასე მგონია ნუ გასაგებია ეხლა თავისი ფილმები გონია რომ ის სიტყვა რითიც მე მომართეთ უმართლეები გონიათ უმჯობესია რომ საკუთარ თავს მიუტრიალოთ მართლა კარგი ბატონო გიგა თუ შეიძლება ვისაუბროთ აი დღეს ითქვა უკვე ერთი საკითხი მაქვს ძალიან მაგალითი მოიყვანა ნუგზარმა რომ ნეორეალისტური ფილმებიო ხო და აი თურმე ესეთ გაჭირებულ იტალიაში დრო ქონდა ხალხს ქონოდათ გენიალური ნეორეალისტური კინემატოგრაფია რა და მე შემიძლია ნუგზარ რომ წყარად უყურო რომ ქართული კინო აღარ არსებობს ეს ეხლა აღარ არსებობს ბატონო ეს ეხლა აღარ არსებობს 3 წელი ქართული კინო თველი 4 წელიწადია რასაკვირველია მანამდე არსებობდა როდიდან არის ნეორეალიზმი როდიდან იწყება აბა გითხარით ქართული კინო რომელ წლებში იქნა ბატონო 45 ეხლა ეგ მაინც ვიცი შენზე კარგად კარგი ეხლა არა ბატონო ძალიან ხო ბატონებო დევანდელი მარცხი ეხლა ბატონებო ძალიან ხო შეიძლება მაგრამ კითხვა ისმის ბატონო გიგაში რო გავაერთიანო ეს კითხვა ალბათ დაახლოებით ესეა ის ყველა პრობლემა რაც დღეს დაისვა იგივე კინემატოგრაფში იგივე მეცნიერებაში სპორტში და ასე შემდეგ როცა დღეს ვამბობთ რომ გაანადგურა ამ ხელისუფლებამ მართლა ახლა მოხდა ეს ყველაფერი თუ უფრო ძველი იყო გაჭირებული ქვეყანა იყო და ძალიან დიდი პრეტენზიები ჰქონდა ჩვენ მართლაც აზრისით ქართული სახელმწიფოსადმი რომ ქართული კინო აღარ იყო ისეთ ყურადღების ცენტრში და ეხლაც მაგალითად ფიქრობ რომ აი სულ ალბათ რა დამიჯერეთ რა ალბათ 3-4 მილიონი ლარია საჭირო რომ ქართულმა კინომ იარსებოს ამას არ აკეთებენ ამას შეგნებულად არ აკეთებენ ბატონო ივანიშვილი მე მგონი ძალიან უწყობს ხო თეატრის აღდგენას ეს ხო კარგია რასა თეატრის აღდგენა სახელმწიფოს ესმის მაგრამ ეხლა არის რაღაც რესურსები სხვადასხვა გზებით თავარია რომ შედეგი მიღწეულია მოდი ბატონო თუ შეიძლება თუ შეიძლება რადგან დრო მაინც შეზღუდული იქნებ თქვათ და ვისაუბროთ იმაზე აი რა გამოსავალი არსებობს დღესდღეობით იმიტომ რომ თქვენც ამბობთ რომ მდგომარეობა რომელიც ეხლა შექმნილი ვითარება არ არის სახარბიო გამოსავალი ვითარება არსებობს მხოლოდ ერთადერთი რომ ხელისუფლებამ ყური დაუგდოს ხალხის გულისწყობას მხოლოდ და მხოლოდ გაითვალისწინოს ის მოთხოვნები, რომელსაც ხალხი უყენებს ხელისუფლებას. და იმის ლაპარაკი რომ 150 არ იყო ახლა რატომ მედაები დავუშვათ 120 იყო. მე რა მნიშვნელობა მეამდენი ხალხი საერთოდ არ მინახია ჩემს კლასიკაციით არ მინახია საერთოდ ახლა რამდენიც არ უნდა იძახოთ და კოტე გაბაშვილივით რომ ესე იგი ეს რაღაცა პატარა ჯგუფი და ის არის არ მithქვამთ შეიძლება ჩვენ რაღაცა ერთადერთი გამოსავალია რაც ვახსენე გინდა ჯგუფი ეს რაღაცა ხალხს ეს მეხამრიდივით გადაყავს ბატონო გიგა ამის მე შენია ხოლმე ყოველთვის თქვენ იმდენად დიდი ავტორიტეტული პიროვნება ხართ თქვენი ერთი სიტყვის გავლენა უკვე მე გვიჯდება ხოლმე ყველაფრის გარემონტება ჩემთვის მაგალითად აბსოლუტური იდიოტიზმია როდესაც მე უყურებ აი რაჭაში ვიყავი ნახევარი რაჭა
შრომელებია, ნახევარი არ შრომობს. იგივე ხდება საქართველოს ყველგან, კახეთში, ქართლში, გურიაში და ყოველთვის ესე იყო, ამ არამშრომელი ხალხის, ზარმაცი ხალხის იარაღი იყო შური, ღვარძლი, ცილისწამება, ეგ არის ეროვნული იდიოტიზმი. ამას სხვა ახსნა არ არის. ეს არის სამკურნალო ჩვენი ხალხი მოვიდა, ისინი არიან არა ბატონო, როგორ გეკადრებათ მაგაზე მე არ თქვი, მაგრამ მე ვთქვი, რომ ერთ ნიჭიერ ადამიანზე, ხო? მოდის, აი ძალიან ბევრი უნიჭო ადამიანი შეპყრობილი თავისი ნიჭებით, თავისი ისინი ჩვენ თანამოქალ გამოსავალი რა არის? მე მგონი ისევ იმის გაგება რომ ჩვენ ყველანი ცხოვრობთ ერთ საქართველოში, უნდა კონდეს ერთი მთლიანი მოთმინება და უნდა ერთი მიმართულებით გავიხედოთ და არა ერთმანეთს შევხედოთ. მე მესმის ემოციურები ვარ სულ ყველა, ეხლა მეც არა ვარ ციდან ჩამოფრენილი. კი ვარ, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სამკაული. არა ვარ, მაგრამ ისეთი მდგომარეობაა რომ აი ეს ეხლა გაგრძელდება პერმანენტულად ეს მიტინგები, კაი მე რა თუ ეს გაგრძელდება და არ გაცდება კონსტიტუციურ ფრაზებს შეიძლება მართლა პერმანენტულად გაგრძელოს, მაგრამ მე არ მგონია რომ